ბატონო დავით, თუ შეიძლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული. კარგი, დიდი მადლობა ბატონმა მოკა, რამდენად კონკურენტ უნარიან გარემოში ბრძოლა და რა პრობლემები შეგეცათ? პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებლად ვიქნები ყველას მერი. ეს მართლა უნდა დამთავრდეს. პოლიტიკური შეხედულების გამო რაღაცა გააყოფა საზოგადოების რუსთავში პირობას გაძლევ და რუსთაველებს პირობა მინდა მივიცე რომ აუცილებლად დასრულდება მე ყველა რუსთაველი მიყვარს და ყველას პატივს ვცემ და ვიქნები ყველას მერი აუცილებლად განურჩევლად კიდევ ვიმეორებ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა სამწუხაროდ რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს დღეს გვაქვს მიუხედავად იმისა რომ ჩემზე პირადად განსაკუთრებული ასე რომ ვთქვათ მეთოდები გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, დევნის, ჩემს მეგობრებზე, ჩემ თანაგუნდელებზე მინდა გითხრათ რომ ამასთან მიმართებაში შეგუებულები ვართ და უფრო და უფრო მტკიცენი ვართ. ისინი ვარ და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში რომ 15 ივნისს საზოგადოება იმ ყველანაირ ტყუილ დაპირებებს აუცილებლად პასუხს გასცემს. რა სახის ასე რომ ვთქვათ, დევნაზე არის აქ საუბარი, რა სახის ხელშეშლაზე არის საუბარი. ყველა ჩემს ასე რომ ვთქვათ შეხვედრაზე საზოგადოებასთან, შეხვედრაზე, რუსთაველებთან შეხვედრაზე არიან მობილიზებული ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ტიტუშკები. ტიტუშკები, რომელიც ცდილობენ ჩემი შეხვედრების ჩასვლას. ბატონ მეროსიმ რაც აღნიშნა, მინდა ხაზი გაუსვა იმ შემთხვევას, ჩხუბი როგორც ასეთი ორი მხრიდან არ ყოფილა, ეს იყო მცდელობა ჩემი ბრიფინგის ჩაშლის, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი შესაბამისი სპეცსამსახურების მხრიდან და შესაბამისად სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული ასევე ტიტუშკების ჯგუფი, რომელიც შეეცადნენ ამ ბრიფინგის ჩაშლას. ანუ ყოველი შეხვედრა, ყოველი ასე რომ ვთქვათ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლების მხრიდან თამდევი ასე რომ ვთქვათ ეს რამოდენიმე ორგანიზებული, რამოდენიმე ადამიანი აქტივისტი და სამწუხაროდ აქტივისტიც აღარ დარჩა. თვითონ ასე რომ ვთქვათ, კოალიციის პარტიული სიის წარმომადგენელი, ანუ მომავალი ადგილობრივი პოლიტიკოსები ცდილობენ აი ამ ასე რომ ვთქვათ პროვოცირებას ამ პროვოცირებას და შესაბამისად ანალოგიურად იგი ეხლა ახსენა ერთადერთი რაც დარჩენია ხელისუფლებას რასაც ასევე ვერ მიაღწევს და ვერ მოახერხებს ერთადერთი კანონდარღვევის გზა აირჩია თავიდანვე ტყუილების გზა აირჩია თავიდანვე წელიწადი და 8 თვის განმავლობაში სხვა ჩვენ მეტი არაფერი არ გვესმის ის შეუსრულებელი დანაპირებები ის შეუსრულებელი პირობები რომელიც უხვად იყო გაცემული რუსთაველების წინაშე და რუსთაველებისათვის სამწუხაროდ თითითი არ არის დაკარებული და თითითი არ არის წინ წაწეული და კანონდარღვევის გზა რომელიც არჩეული აქვს ხელისუფლების ასევე შემახსენა ახლა ბატონმა დავითმა ხდება მობილიზება კომისიებს და ორგანიზება იმის თუ როგორ უნდა გაყალბდეს არჩევნები. მე მინდა მოგიწევ პირობა რუსთაველებს. მე მინდა გითხრათ ბატონო დავით თქვენ და ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენლებს. თქვენ ამას ვერ მოახერხებთ აუცილებლად პირობას გაძლევთ რომ რუსთაველები საკადრის პასუხს გაგცემენ. გარდა ამისა აუცილებლად მინდა გამოეხმაურო აუცილებლად მინდა გამოეხმაურო იმ მომენტს რაც მართლა დასტურდება სამწუხაროდ ხშირად არის აპელირება იმაზე რომ აი წინა ხელისუფლება სექტემბრისთვის 2012 წლის სექტემბრისთვის ხელფასიც აქვს აღებული და პრემიაც შეგიძლია ნახო 2012 წლამდე ბოლო მომენტში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოხდა მისი ატომური პორტირება ახალ პარტიულ შეიძლება ორგანიზებაში დავიწყოთ იმით რომ დავიწყი არადოს არ ყოფილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი არადოს არ ყოფილა იყო რიგითი თანამშრომელი ყოველთვის მოდი ამას გავუსვათ რიგითი არა საკმაოდ მაღალ რომელიც ყოველთვის ბატონო დავით და მინდა პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ იყავი ზედამხედველი იმ ნორმატიულ აქტებზე რომელსაც თვითმმართველობა იღება რომელი ნორმატიულ აქტებზე ყველა ნორმატიულ აქტზე ხალხის მერი ვერანაირად ამერია ვერანაირად ვერ ახდენს ეხა თქვენ ჩემზე კარგად არის ბატონმა მოკა საკრებულოს თავმჯდომარეთან დამუშავარ და მერათაც რაც შეეხება ჩემს ყოფნას ერთადერთი წელი ვიყავი
ეს იყო ერთ წელიც არ იყო დაახლოებით მერის აპარატის უფროსი, ეს იყო ზაქარია დარჩიაშვილი და სხვა ლამ კარგად ზაქარია დარჩიაშვილი არ ყოფილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, არც მე. უბრალოდ ადამიანმა გუბერნიიდან გადმომიყვანა თანამშრომლად, დიდად თანამშრომლად და ვიყავი აპარატის უფროსი. ხარა, რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, რა, ხა თქვენ აქ საუბრობთ გაჩერებულ პროექტებზე. მე გეტყვით რა, აი თქვენ რამოდენიმე წუთი ბრძანდებოდით, თქვა მაშინ ფონდელი დასახლებაში და იქ ბრძანეთ, რომ სახურავი არ შეიცვალა. მე გეტყვით ტენდერი დამთავრებულია, გამარჯვებულის გამოცხადებულია, 2 დღეში დაიწყება. წელიწად და 8 თვის განმავლობაში შეიძლება დავამთავრო? სექტემბერში დაიწყო 27 აგვისტოში მუშაობა დავით ჭიქიამ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად და წელიწად და 1 თვის განმავლობაში არსებობს და იყო ქალაქის მერი იყო წელიწად და 1 თვის განმავლობაში თქვენ წინამორბედ პარტიის თავმჯდომარე და მას შეეძლოთ ერთ წელს განმავლობაში ამ ხელისუფლებას შეეძლოთ გაიგრძელებინა არ განხორციელებული არ მოსწონდა ის ძველი პროექტები ახალი პროექტები განხორციელებული 15 მილიონის პროექტი განხორციელდა საშა ბატონო მოგდავით 15 მილიონის პროექტი დღეს არის ძალიან მაგდენი ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია უსტავის მომავალზე ვისაუბრებთ ბატონო სამწუხაროდ თქვენი პოლიტიკური ხელისუფლების ორიენტირი მომავალზე განვითარებაზე არ არის სამწუხაროდ უნდა გათავისუფლოთ თუ შეიძლება ბატონო ევასთან გადავდივარ შეკეთება ბატონო გარემოში აწარმოებთ საარჩევნო კამპანიას მოგახსენებთ ახლა პირველ რიგში ანუ მთავარი რა არის შეჯიბრებითობა ანუ თანაბარი შესაძლებლობის შექმნა თითოეული პოლიტიკური ერთეულისათვის ხო ახლა პირველი დავიწყებ დაფინანსების არათანაბარ ხასიათზე. ნუ თავისთავად ეს გარკვეულმა ლეგალურმა წინაპირობებმა შექმნა თუ შექმნილმა ზოგადმა ვითარებამ დაფინანსება არ არის თანაბარი. ანუ თანაბარი შესაძლებლობა ამ ხრივ არის მოწყვეტილი. შემდეგ მაქვს ინფორმაცია მიწერებთან დაკავშირებით. ანუ დაუმისამართებელი მოქალაქეები რომელთაც გააჩნდა პირადობის მოწმობები მისამართის გარეშე, ყველამ თავი მოიყარა რუსთავში და კონკრეტულ მისამართებზე აწერენ, ესე იგი, აკეთებენ რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართებზე იმგვარად, რომ თვითონ მესაკუთრე მოქალაქემ ვინც ცხოვრობს იმ ბინაში არ იცის, რომ ის ბინაში ვინაკეთებს და იცით მისამართს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. იქნება დავასახელო ვაგროვებ ამ დოკუმენტებს. მე ამის შესაბამისი გამოჩნია მეთოდი, სამართლებრივი მეთოდი, როგორ გამოვავლინო ეს პიროვნებები, საიდან მოვიდნენ და რა მიზნით დარეგისტრირდნენ რუსთავში. ისინი მუშაობენ რუსთავში, საქმიანობენ, რას აკეთებენ, საიდან მოხდა წყალტუბოელი მოქალაქე რუსთავში, წინასაარჩევნოდ და ამას აქვს მასიური ხასიათი. ბატონორება შემდეგ დავასრულებ ზეწოლასთან დაკავშირებით. ელემენტარულად გავდივარ უბნებში და ჩვენი საარჩევნო კამპანია არის ძირითადი მიმართულება არის ბინებში სიარული. კონსპირაციულად წარმოგიდგენიათ? თავისუფლად ხალხი ვერ გამოდის, ვერ მხვდება. აი მეტალურგებში ვიცი რომ 90% ეხლა ეს ჩემი სტატისტიკაა ხმას აძლევს მემარცხენე მიმართულებას და ლეიბორისტებს. მაგრამ მე რომ მივიდე მეტალურგებთან ერთ კაცს ვერ გამოვიყვანი შიში, რომ ხვალ სამსახურიდან არ გამოვიშვა. ამიტომ მე სხვა მეთოდი ავირჩიე. ჩავატარო ბრიფინგი, მივიტანო ტრიბუნა, გამოვიდე ხალხის წინაშე და პრესკონფერენცია ჩავატარო. ესმით, ანუ სულ სხვა ეს სხვა არათანაბარი პირობებია რა. ანუ პოპულიზმი, პოპულისტური მეთოდები, რაც გააჩნია ოცნებას, ამ შემთხვევაში მისთვის შეიძლება, მაგრამ აღარ არის ეს უკვე მოქმედი, ასე ვთქვათ, მეთოდი, უკვე ჩამოიწერა ეს მეთოდი, მაგრამ საპირისპირო ყოველთვის მოიძებნება, უბრალოდ არ უნდა გჭირდებოდეს ამგვარი მეთოდების განვითარება. შემდეგ საერთოდ არა, ერთი რაღაცა მეკითხა, რეპლიკა არა. მე ძალიან მართლა მაგრად მაინტერესებს, თქვენ თუ გექნებათ საშუალება, მეც მინდა მართლა გეუბნებით, თუ ესეთი რაღაც არსებობს, შეგვიძლია ერთად ვეძებოთ და ვიბრძოლოთ მაგ თემასთან დაკავშირებით. აი რაც მითხარ, მიწერებთან დაკავშირებით, მეც მაგრამ მიწერებთან დაკავშირებით კიდე გავაგზავნე. ნაწილი საბუთების ავიღე, ნაწილი საბუთების გაგიგიათ, აი მოქალაქეს რომ მივიდნენ მოქალაქესთან, რომ აი ეს მიწერის, ანუ მოწვევის, საარჩევნო უბანში მოწვევის უკვე დაურიგეს ამ მოქალაქეებს ბინებში, სხვა მოქალაქეების მისამართით, ასე ვთქვათ, წერილები და რომ მივიდნენ ჩემი აქტივისტები, რომ წამოეღოთ ელემენტარულად აღარ მიცა, შეეშინდა გესმით? ეს რომ მე თქვენ მოგცეთო, მერეო თქვენ ამასო გამოიტანთო ტელევიზიითო, გაასაჯეროებთო და მე პრობლემა შემექმნის პოლიცია და სხვა ორგანოებიო. აი ესეთი ვითარება, რა ნაწილით წამოვიღე, ახლა სხვა მეთოდებით კიდევ ვფიქრობ, რომ როგორ მოიპოვეს მტკიცებულებები და აუცილებლად მოვახდენ იდენტიფიცირებას ამ მოქალაქეებს. დიდი მადლობა. შემდეგი, არა, ერთ წამით, პასპორტებთან დაკავშირებით მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან.
ღამის 2 საათამდე ამუშავებენ რეესტრის თანამშრომლებს. ბეჭდავენ ყალ პასპორტებს უცხოელების, ანუ ვინც უცხოეთშია წასული რუსთავიდან და ესე იგი ცხოვრობს დღესდღეობით რუსთავში და მის სახელზე იბეჭდება პასპორტები და ამ პასპორტით აპირებს ოცნების აქტივისტები მისვლა საარჩევნო უბანზე და ხმის მიცემას ანუ ვიცით რომ ოცნების აქტივისტები კი რეგისტრატორები მათი არის რეგისტრატორები და ყოველგვარი სურათთან იდენტიფიცირების გარეშე ასე იგი მოახდენენ. დიდი მადლობა. ამის ვერგებულობს რეალურად რისთვის ხართ აქ მოსულები და თუ შეიძლება ერთმანეთს დავაცადოთ საკუთარი აზრის გამოთქმა. ბატონო რევა ძალიან ცოტა დრო გაქვთ რომ დაასრულეთ თუ შეიძლება. და ეს მეთოდი ეს ილეთი არ გაგივოთ ჩვენ კარგით, გასაგებია დიდი მადლობა ბატონო არა დავასრულეთ წეღა რეპლიკა იყო რა ბატონო თუ შეიძლება ერთი წამით ეხლა ბატონმა ჯიქიამ რეპლიკა ისროლა და მომეცით მეც საშუალება რომ უთხრა ბატონო ჯიქია დავითი დიახ სამსახურიდან გამომიშვეს დიახ იმიტომ რომ განსხვავებული ხედვა მქონდა თუ განსხვავებული ხედვა გქონდათ კაცო გამოშვებას ელოდებოდი თქვენი ფეხით რატო არ წამოვიდეთ რა გინდოდათ იქ გამაგებინე რომ ცუდად რომ გაგიხდათ საქმე და უკვე აღარ შეგეძლოთ იქ გაჩერება იძულებით წამოხვედით როცა განსხვავებული ხედვა ადამიანს როცა განსხვავებული ხედვა შინაგანმა კულტურამ უნდა მისცეს საშუალება რომ ადგეს და წამოვიდეს ბატონო თუ გნებავთ უპასუხეთ ბატონო ივანე როგორია თქვენი პოზიცია ჩემი პოზიცია საარჩევნო გარემო ძალიან რთულად და არ არის ცალსახად თავისუფალი და არის მით უმეტეს ძალიან ჩაკეტილი. ეხლა შეიძლება თქვათ რომ ეს არ შეადო თქვათ გარკვეულ სხვა წლებს ან სხვა დროს, სხვა შესაბამისობას, მაგრამ ეხლა უკვე თვისობრივად და იცით უფრო მეტად არის ჩაკეტილი. უფრო მეტად არის არაორგანიზებული და რატომ? მაგალითად აი იმ პირობებში რაც მოიტანა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფალი სეგმენტის შემოტანა პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მართვის სისტემაში და მოსახლეობის იმედი გაჩნდა აქ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად ჩამოყალიბებული მოსახლეობასთან და ინდივიდთან ამორჩეველთან მისვლა და საშუალება კონტაქტის კომუნიკაციის საშუალება უფრო რეალური და ცალსახად გადანაწილებული რას ვამბობ ახლა მაგათ დავიღოთ აი ეს ბილბორდები ფირნიშები თქვათ სარეკლამო დაფები ესე აქ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული თვითმმართველობა. შეიძლება ცენტრალურმა არ გაიზიაროს, მაგრამ აქ უნდა იყოს გონიერება. მე მინდა რომ გონიერება იყოს ჩვენ ქალაქში რა. რომ მაგალითად რამდენი ბილბორდია, რამდენი დათვლილი ყოფილიყო და შეთავაზებული ყოფილიყო. აქ მოხდა რა? წინა ხელისუფლება იყო და აქვს ფინანსები. ექნება ჩვეულებრივად. ხელისუფლება და აქვს ფინანსები. აქედან გამომდინარე, არის იმ გარემო ჩამოყალიბება, ყველა ეს სეგმენტი არის და ეხლა მე მოდის ბატონ ბეროსის მოუწია კედლებზე ჩამოკიდება სურათის რა. კედლებზე ომი. კედლებზე პარიორ ბილბორჯობია. პრემით არა. სხვა შორის კარგი გამახსენე რა. ზედამხედველობის სამსახურმა ჯერ დაკიდება არ იყო დაწყებული, მოვიდა თავიანთი უფლება ეს არ იყო შაბათ დღეს. სამსახურის უფროსი მოვიდა რომ მისი უფლება რაღაც შემდგარ ფაქტზე მიქცეს რეაქცია. ეხავე დაკიდებამდე მისცა რეაქცია, ძალიან კარგი გამახსენე ერთი და მეორე ამისთვის უკვე დამაჯარიმეს, უბრალოდ სასამართლოში წავიდა ეს საქმე. შესაბამისად ეს არის არა დამსახურება, არამედ ფაქტიურად ხალხის ზომა. ბატონ დავით, სამსახურის თემა რომ ამოვწუროთ, ძალიან შეზღუდულები ვართ. აკი მარა ორი წინადადება თქვის მე. ერთი რამე ისიც ეს უნდა იყოს, ჩემო ბატონო დავით, მომისმინეთ რა არის, აი გულწრფელად გეუბნები, მაგრამ მე ხლა არ ვესმის თავს არავის რა. პირიქით, ჩვენ თანატოლ პოზიციებში ვარ და უნდა მოშენდა. პირველ კიდევაც უნდა აიტანო ყველაფერი ამ შეუულებრად ეს მომი იმითო ხა პირველი. უნდა აიტანო ალატავზე. არა, ისი პირველია კაცო. არა, ქალაქი იმ პირობებში 15 ივნისამდე ნუკრი ჩვენა ვართ ყველა მომავალი პირველი პირი. მომისმინეთ ხალხო ერთად რა. იმ პირობებში რაშიც ამ ადამიანმა მოიყვანა საარჩევნოდ მოამზადა ქალაქი იყო მოვალეობის შემსრულებელი. რა თქმა უნდა, ეხლა მე მას ყველამ ერთად კარგად ვიცით ვინ რა პირობებში ვარ და ყველა თანაბარი, მაგრამ მოიყვანა ადამიანმა. მე ურჩევდი ყველა ადამიანს და მათ შორის იმ პირველ პირს, რომელიც იყო მაშინ რომ ამ სიტუაციაში უფრო მეტი გონიერება,
ჩართულობის მექანიზმი. მაგალითად, მიწვევა პარტიული წარმომადგენელს, პარტიული სხვა ოპონენტი პარტიული წარმომადგენლის სახელმწიფო პარტიამ და მიიწვიოს, იყოს ჯაბასი, საზოგადოებრივი გამოტანა, როგორ გავაკეთოთ არჩევნები, როგორ იყოს ჩართულობა მეტი, როგორ იყოს თანაბარი ვაპატიეთ რა. მაგაზე მე შეხვედრებს ვერ ჩავარდა. მე ხوار გეწინააღმდეგები თქვენ მათალეთ აზრი თქვა ბოლომდე გაიხართ. ამიტომ უნდა იყოს ამაში თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბების შექმნის პირობები, რო ერთი პატარა სეგმენტიც არ იყოს დარჩენილი და ამას ჭირდება გარკვეული დიდი ხნის ჩამოყალიბება და ცოდნა საქმეში და ცოტა ისეთი ადამიანების მოწვევა, რომელიც უფრო გამოცდილი ამ საკითხებში რა. კომისიური წესი ცხოვრება, ჩართულობის მექანიზმი ამას ითვალისწინებს. ბატონ გატო, სამსახურის თემა რომ ამოვწუროთ რეალური მიზეზი, რომ განმარტოთ რატომ დატოვეთ სამსახური. ანუ გეტყვით ხა აგერ ბატონმა ინოსებიდან მეგუბერნიაში შევი არ მალა 2005 წლიდან 2010 წლამდე მე ჩავდი გუბერნიაში ვიყავი პროცესის სპეციალისტი მე მოხდა რომ ქალაქის მერები შეიცვალა და საქანელთან ჩაშლილა და ქალაქის მერი და ჩვეულებრივად როგორც მისი თანამშრომელი გადავიმართ აპარატის უფროსად უკაცრავად ბატონო ტექნიკური ხარვეზია ჩვენ დაუბრუნდებით რა თქმა უნდა ამ საკითხს პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით არ გადარდით ისევ გამოვა თო ისა არ შეგნებულა